მაშასე ბიუჯეტური შაშხანები, ნაწილი მეორე და აქ ჩვენ ვილაპარაკებთ ბიუჯეტური შაშხანების კონსტრუქციულ თავისებურებებზე. წინვე მიდევს TKT3X-ი, ჩემი კუთვნილი შაშხანა და მას გამოვიყენებ მაგალითისთვის, რომ მოგიყვეთ სათითაოდ ყველა კომპონენტზე რა კომპონენტისგან ტიპიური ბიუჯეტური შაშხანა შედგება. მოდი დავიწყოთ სტოკით, სარეცელით, კონდახით. აბსოლუტურ უმეტესობა შემთხვევაში ბიუჯეტური შაშხანები იქნებიან პლასმასის კონდახით. მიზეზი თქვენთვის პრინციპში გასაგები უნდა იყოს, მასალა იაფია, დამზადება მარტივია და პრინციპში ეს კონდახები ასევე არიან აქილევსის ქუსლი ბიუჯეტური შაშხანების თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მაქსიმალურ სიზუსტეზე. მაგალითად თქვენი ინტერესი არის არა პლინკინგი, არა ნადირობა, არა ბრაკონიერობა, არამედ აი კიდათ მიზანში ისროლოთ და რაც შეიძლება პატარა ჯგუფები მიიღოთ. უნდა ველოდოთ იმას, რომ ეს კონდახი თქვენ ამაში ხელს შეგიშლით. ძირითადად იმიტომ ხო გეუბნებით, რომ რეგულირებები არ ექნება და რეგულირებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შაშხანა მოირიგო თუ შენ სიზუსტეზე ლაპარაკობ. სიხისტე უბრალოდ იქ არ იქნება და შეიძლება ლულა იყოს თავისუფლად გამოკიდული, ანუ $100 კუპიურა ჩაატაროთ და ნახოთ, რომ კონტაქტი სარეცელსა და ლულას შორის არ არის, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ეს არ დაირღვას ვიბრაციის ჰარმონია, რაც შესაბამისად სულად აისახება სამიზნეზე, მაგრამ გასროლის მომენტში, მათ შორის თუ ბიპოც იღენებთ, შეიძლება ეს კონტაქტი მოხდეს, იმიტომ რომ კონტაქტი უბრალოდ საკმარის სიხისტე მას არ გააჩნია, ხო? აქ არ უნდა ელოდოთ ახლა რაღაცა ორთოპედიულ კონდახებს, რაღაცა შასის მით უმეტეს, ხო, ანუ ეგეთ რაღაცეები ბიუჯეტურ შაშხანებში უბრალოდ არ ხდება. შეიძლება იყოს გამოყენებული ხის კონდახი, მაგალითად, იგივე აი მოსბერგ პატრიოტი, კარგი მაგალითი არის ბიუჯეტური შაშხანის, ანუ ხის კონდახებს იყენებს თავის შაშხანებში და მაინც ფასი ძალიან დაბლა უჭირავს, მაგრამ თავისთავად ცხადი უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს ხის მასალა იქნება უკაცრავად რაც შეიძლება დაფალი ფასის და ასე ვთქვათ, ხო, ფერი ექნება მიცემული, რომ კაკალს გავდეს და ამიდგომებს პრინციპში ანუ ამერიკელი წარმოებლები, მათ შორის ანუ რემინგტონი იყენებენ ძალიან დიდი ხანია, როცა იყენებენ ანუ სხვა ხის მასალებს არა კაკალს და მე ვიზუალურად ამსგავსებენ, ასე ვთქვათ, ანუ მუქ ფერს აძლევენ, რომ კარგი ხარისხის კონდას გავდეს. ასე რომ ხო, შეეგუეთ იმას, რომ თუ ბიუჯეტურ შაშხანას ყიდულობთ, ანუ სტოკი, სარეცელი ამ შემთხვევაში იქნება ყოველთვის კომპრომისული ვარიანტი. აი ბოლო დროს მარტო ხო გეუბნებით, ალბათ ერთი წელი რაც ზოგი შაშხანა, თქვათ ესეთი ახალი თაობის ბიუჯეტური შაშხანები, რომელსაც უდაოდ განეკუთვნება რუგერ ამერიკანის მეორე თაობა, იქ უკვე აი რაღაც ტიპის რეგულირებები გაჩნდა. ეხლა როგორც მაგალითად ამ ტიკაზე სარეგულირებელი სალოყი არ იქნება, მაგრამ შეგიძლიათ ის მოხსნათ და რაღაც სხვა დეტალი დააყენოთ, რომელიც ცოტა უფრო მაღალი არის, ცოტა უფრო დაბალი არის და ამით მიაღწიოთ აი ამ რეგულირებებს. და იქ უკვე ცოტა მორეზინებული კონდახი არის და როგორც იქნება წარმოებელმა მიაქცია ყურადღება დიზაინს, ასე ვთქვათ და ანუ ბევრად უფრო მიმზიდველი გახადა შაშხანა, იმიტომ რომ ვიზუალი დღესდღეობით არის ყველაფერი, მაგრამ შაშხანები მანამდე, ანუ ეს MVP, პატრიოტი, მოსბერგის, იგივე სევიჯის შაშხანები, ეხა იქ სტივენსზე და უფრო ადრინდელ ვარიანტებზე ხო არ მაქვს ლაპარაკი, ანუ რემინგტონის 770, 783 უკეთეს შემთხვევაში, ანუ იგივე TKT3-ის ზოგი მოდელის შემთხვევაში, ანუ შედარებით დაბალფასიანი კატეგორიის შემთხვევაში, ანუ უკეთეს შემთხვევაში შეგვხვდება, ანუ ძალიან მინიმალისტური კონდახი, რომელიც თავის ფუნქციაში შეასრულებს. უარეს შემთხვევაში, ანუ პრობლემური დეტალი იქნება და ძალიან საკითხავი დიზაინი იქნება, მოდი ასე ვთქვათ რა და აი ეხლახანს მოკლედ უკვე ასე ვთქვათ გამოჩნდა კონდახები, რომელიც უფრო შეესაბამება ნორმალურ შაშხანას და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, უკეთესი სამხარებლო თვისებები აქვს და უნდა ვივარაუდოთ, ხარისხიც უკეთესი აქვს და სიხისტეც უკეთესი აქვს. ამ პლასმასის კონდახებს მათ შორის საუბარო დავასრულოთ, მაინც მოგიყვებით, რომ პირველად როდესაც ხოქანტერი ვიყიდე, მე ხო ანუ სევიჯი ხოქანტერი არის ერთი კარგი მაგალითი, ანუ ბიუჯეტური არ არის. ეგრევე მივხვდი, რომ რა დიდი ჭკუა მაგას უნდა, მაგრამ მივხვდი მაინც, რომ კონდახი იყო პრობლემა. სიუსტის მიღწევის თვალსაზრისით ამ ჩვენ კონდა შედარებით საშუალო პროფილის ლულა, რომელიც იდეაში ანუ კარგ სიუსტეს უნდა გაძლევდეს, მაგრამ აი ბიპოძე ისე დახტოდა, იმიტომ რომ ეს სიხისტე უბრალოდ არ ქონდა და პრაქტიკულად კონდახი ზამბარის ფუნქციას ასრულებდა.
და ამ შემთხვევაში მე ასე გავაკეთე ორი რამე პრინციპში, ხო? პირველი კლასიკური ორწერტილიანი ბედინგი იმისთვის რომ უზრუნველყოფილიყო, ასე ვთქვათ, ეს მჭიდრო გადაბმა რესივერსა და სტოკს შორის, რაც არის აუცილებელი, ასე ვთქვათ, სიზუსტისთვის, აუცილებელი წინაპირობა სიზუსტისთვის და მეორე რაც გავაკეთე, იყო ის რომ, ასე იგი, ეს ოთახები შიგნით არის ცარიელი, წინ მას ტიხარები აქვს, უკან უკეთეს შემთხვევაში იქნება ქაფით ამოვსებული, რომ ეს რომ მიაკაკუნებთ ზედრო, ეს რაღაც ყრუხმა არ იყოს და ეს სიაფი შეგრძნება არ გაგიჩნდეთ, ხო? მაგრამ წინ ხო გეუბნებით ეს ტიხარები არის, რომელიც ასეთ ავად თუ კარგად, რაღაცა სიღისტეს, მოკლედ აი ამ პლასმასს კონდა ხსენენ და ეს ტიხარები დავხრიტე მე და ამოვავსე აი ამ სარეცელის წინა ნაწილი ალუმინგარეული, ასე ვთქვათ, ალუმინის ფხვნილნარევი ეპოქსიდით. და ეს ჩემთვის საკმარისი არ იყო, შეგნით ჩავაწვინე ასევე თუ სწორად მახსოვს SKS-ის შომპოლის, ამ საწმენდი ჰერძის ერთი სეგმენტი გადაჭრილი, რომელიც მოვარგე სიგრძეში. ეხლა რატო გავაკეთე ეს არ ვიცი, სინამდვილეში გითხრათ, ფქრეროს არმატურა, დამატებით სიხისტეს მიცემენ, რა იცი, ეხლა იქ ეპოქსიდს რა მოუვა, ხო? და საბოლოო ჯამში ახლა ძალიან სკეპტიკურად უყურებდი ამ გადაკეთებას, ეს ჩემი მცდელობა იყო, ასე ვთქვათ, რომ ეს გამეკეთილშობილებინა ეს ტიპიური ეს ბიუჯეტური შაშხანის, ყველაზე სუსტი წერტილი, მისი პლასმასის კონდახი და მორალურად მზად ვიყავი, რომ ეს კონდახი იქნებოდა გადასაგდები და მე მექნებოდა სადღაც შესაკვეთი ან საშუალებელი, ესე იგი სხვა ეს დეტალი, მაგრამ ამ ყველაფერმა იმუშავა ძალიან კარგად. და მე ეს გავიმეორე, უკვე მოზბერგის შაშხანების შემთხვევაში, შემდეგი სევიჯის შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში მქონდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სიზუსტის, რომელიც აი ჩანდა პირდაპირ, არაფერი, ჯგუფები რო გენახა, თქვათ რაღაც სამი ჯგუფი ნასროლი, აი ამ პროცედურამდე და სამი ჯგუფი ამ პროცედურამდე, მე ვიზუალურად დაინახავდი, რომ აშკარა განსხვავება არის, დავჩველაპარაკოთ 30%-იან. მოგიბაზე, რაც დახარჯული დროის თვალსაზრისით და რაღაც 80-100 ლარი რაც ჯდებოდა, ამ ეპოქსიდებზე კარგი ხარისხის, ხო? პრინციპში იყო კარგი ინვესტიცია ჩემი აზრით. მე უკვე მე შემხვდა ნიკო ჯავახიშვილი, ავტორიტეტი რაც შეეხება ზუსტ შაშხანებს და მიყვება, იგივე ისტორიას აი სევიჯზეო ესეთი რაღაცა გავაკეთეო და წინო ჩავდეო შიგნით ორ კინის რაღაცა მეთქი გამარჯობა ნიკო. მეც ზუსტად იგივე რაღაცით ვარ დაკავებული. ორი ადამიანი პრინციპში აბსოლუტურად იდენტური გზით წავედით და ეს საინტერესოა კიდე იმ ჭრილში რომ მე არ მინახია, ვერ ვიხსენებ, რომელიმე ვიდეო მენახოს YouTube-ზე, სადაც ამერიკელები იგივეს აკეთებდნენ მაგალითად. ხო, ეს რაღაც ჩვენი ნოუ-ჰაუ არის. პირველ რიგში განპირობებული იმით, რომ ჩვენ უბრალოდ წტომა არ გვაქვს კარგი ხარისხის, ასე ვთქვათ, სტოკებზე, რომელიც შეიძლება პირდაპირ წახვიდე მაღაზიაში იყიდო და აყენო იარაღზე და ეს პრობლემა მოაგვარო, ხო? ამერიკელების შემთხვევაში მათ ესეთი რაღაცების გაკეთება პრინციპში არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ვიდრე იქ რაღაც თხუპნოს, ასე ვთქვათ, ეპოქსიდი შეუძლია უბრალოდ, ცოტა ფული გადაიხადოს და რაღაც ბოიდის სტოკი შეუკვეთოს, რომელიც 2-3 დღეში პირდაპირ სახში მოუტანენ და ჩვეულებრივად დააყენეს შაშხანაზე და ამ პრობლემებს მოაგვარებს. ასე რომ ხო, აი ესეთი ისტორია, ასე ვთქვათ, გაზუსტების ბიუჯეტური შაშხანების სუფთა ქართული ნოუ-ჰაუ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? კარგით, ვაგრძელებთ ესე იგი, ასე ვთქვათ, სვლას და დავიწყოთ სასხლეტებზე ლაპარაკი, ხო? არც ისე დიდი ხნის წინ, მაგალითად განსხვავება იაფასიან სევიჯს, ბიუჯეტურ სევიჯსა და შედარებით არაბიუჯეტურ სევიჯს შორის იყო მაგალითად აკუტრიგერის გამოყენება. მაგრამ ეხლა როგორც მე ხვდები, აკუტრიგერი აყენია სტანდარტულად ყველა სევიჯის შაშხანაზე და ეს ტენდენცია ნამდვილად არის სახეზე. იგივე მაგალითად მოსბერგის შემთხვევაში თქვენ შეხვდებათ LBA ტრიგერს, ასაც ეძახიან lightning bolt actions, რომელიც კარგი კომპრომისული ვარიანტი არის, იაფი კარგი სასხლეტის გარკვეული რეგულირებების შესაძლებლობით. რაც ბიუჯეტურ შაშხანაზე ცალსახად არის კარგი რამე რო იყოს, ასე ვთქვათ, ხო? მე სამწუხაროდ არაფერი არ ვიცი რუგერის სასხლეტის შესახებ და ძალიან ლიმიტირებული გამოცდილება მაქვს, რუგერის ბიუჯეტურ შაშხანებთან, მაგრამ მოსბერგის და სევიჯის შემთხვევაში, ეს სასხლეტები თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი და ზოგადად ეს ტენდენცია არის რა, რომ ეს რაღაც მინიმალური რეგულირებების საშუალება მოგცეთ და პრინციპში იგივე რო ავიღოთ, ბიუჯეტური შაშხანები რაც მე მქონდა მცირე კალიბრიანი, იმიტომ რომ იქ სასხლეტს კიდე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ სუბუქი იარაღში და იმის გათვალისწინებით რა დროს ატარებს მცირე კალიბრიანი ტყვია ლულაში მანამ სანამ მას დატოვებს, იქ კიდე უფრო მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, რომ კარგი სასხლეტი ქონდეს, უმეტეს შემთხვევაში ძალიან კარგი სასხლეტებია და აი ბოლოს რაც ქონდა სევიჯ B17, ხო, შვენიერი სასხლეტი ქონდა თითქმის იდეალური. ასე რომ ხო, ესეც არის ერთ-ერთი კარგი ტრენდი და ტენდენცია, რომ უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ კარგი სასხლეტი იქნება
თქვენ შაშხანაზე დაყენებული. გადმოვიწიოთ ცოტა წინ, აქვე შეიძლება თქვა სასხლტის დამცავი კავი, აბსოლუტურ მეტრის შემთხვევაში იქნება პლასმასის. ასე თქვა, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს პლასმასის კონდახის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ კავის დაზიანების შემთხვევაში შარში ხართ. მთლიანად კონდახი არის გამოსაცვლელი. ცოტა წინ რო გადავინაცვლოთ, გადავდივართ უკვე კვების სისტემაზე. კვების სისტემის თვალსაზრისით, პრინციპში თქვენ არაფრით არ ხართ შეზღუდული. ანუ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ბიუჯეტური შაშხანა დახურული მჭიდით, როდესაც შევსება ხდება ზევიდან, ხოქანდერი, მაგის მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ შაშხანები გათვლილი, ანუ SR25-ის და სტანაგის სტანდარტის მჭიდებზე, რაც აქამდე მხოლოდ ნახევრად ავტომატური არაში ხდებოდა, მაგრამ იმდენად გავრცელებულია, იმდენად პოპულარულია, რომ ანუ შაშხანების გამოშვება დაიწყეს მაგ მჭიდებზე. ეს შეიძლება იყოს, ანუ, რავი, სხვა პოპულარული სტანდარტი, ანუ გულისხმობ მოსახსნელ მჭიდს. ეს შეიძლება იყოს როტორული მჭიდი, როგორც ბულგარიის შემთხვევაში. მოკლედ ხო გეუბნებით, აქ თქვენ არანაირად შეზღუდულები არ ხართ, არჩევანის და გემოვნების ამბავი არის, ასე ვთქვათ. წავიწიეთ კიდე წინ, მივედით ლულამდე. ლულებს რაც შეეხება, ანუ აბსოლუტურ უმეტეს შემთხვევაში ბიუჯეტურ შაშხანებზე იქნება გამოყენებული, ანუ ჩვეულებრივი ფოლადი 51-40. აქ ეხა კარბონის ლულებს, უჟანგავ ლულებს ნაკლები ალბათობით უნდა ელოდოთ და ზოგადად ამ თვითლიანად შაშხანის შემთხვევაში ანუ რაღაც ეგზოტიკურ მასალებს, აქ მოკლედ ტიტანებს და ეგეთ რაღაცებს, რაღაც ეგზოტიკურ შენადნობებს არ უნდა ელოდოთ, ხო, ანუ აქ იქნება ფოლადი, სადაც შესაძლებელია უმეტეს შემთხვევაში და გარკვეული ნაწილით ანუ პლასმასები და ეგ არის და ეგ ასე ვთქვათ, ხო? ანუ ლულის შემთხვევაში, ხო, ახლა მოდით აი ესეთ რაღაცას ვიტყვი რა, რაც პრინციპში აგიხსნით ყველაფერს ისითქვაც მე შემიძლია ამერიკული წარმოების ბიუჯეტური შაშხანის ლულებზე. ანუ ამერიკელებმა აითვისეს აი ეს ოსტატობა, ანუ მასიურად აწარმოონ დაბალფასიანი, მაგრამ კონსისტენტურად კარგი ლულები. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ხო გეუბნებით, აი ლულისგან პრობლემას არ უნდა ელოდო. მსმენია მე პრობლემური ლულების შესახებ კი მსმენია, მაგრამ იმისთვის რომ ლულას დაუსვა დიაგნოზი ხო, ანუ აი ეს YouTube არხები, რომლებიც დღეს არის, ასე ვთქვათ, ძირითადი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ძირითადი წყარო ინფორმაციის, ხო, ანუ არც ერთი არ იყენებს რაღაც ისეთ რა ქვია, ზუსტ ხელსაწყოებს, რომელიც მოგცემს შენ საშუალებას გარანტიით, თქვა, რომ მაგალითად კონკრეტულად ეს იარაღი, რომელიმე, ხო, ვთქვათ, მაგალითად, რა ვიცი, მოსბერგი MVP, ხო, ვიცი, პრედატორი, ხო, ან რაღაც ეგეთი ესა არ ისვრის კარგად, იმიტომ რომ ლულა არის ცუდი. ანუ ცუდად არის გაკეთებული, ხო? ანუ ეს რაღაც შესახებ მე არ მსმენი. კი შეიძლება იზოლირება ლულის და თქვა რომ ანუ პრობლემა აშკარად აქ არის, მაგრამ რა არის პრობლემა, მაგის თქმა არის ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი. თუ ზუსტი ხელსაწყოები, ასე თქვა, არ გაგაჩნია და ანუ შეგვიძლია სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩაატარო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხო გეუბნებით, ანუ სტანდარტული მასალები, ფოლადი 41-40, არანაირი ეგზოტიკური მასალები, ძალიან იშვიათად უჟანგავი 416-ერი, იგივე მასალები, რასაც იყენებენ, ანუ იგივე მასალები, რაც იყენებენ ყველა მწარმოებლები, 51-40 იყენებს, რა ვიცი, ალბათ საკო, FN და უამრავი სხვა მწარმოებელი. ეხა ერთი მეორესგან, ეხა 51-40, რომელსაც მოსბერგი იყენებს და 51-40, რომელსაც ის იყენებს, რა ქვია, FN იყენებს, არის თუ არა მათ შორის განსხვავება, ვერ ვიტყვი. ისევ და ისევ ექსპერტიზა არის საჭირო. ლულის არხი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იქნება. ანუ ბოროსკოპით რო შეძვრეთ, დაინახავთ, რომ ნუ იქ რაღაც, თქვათ, კვალი არის ინსტრუმენტის, ასე ვთქვათ და ამერიკულ შემთხვევაში, ანუ პრინციპში ხო, ანუ ეს ლულები იბურღება, ასე ვთქვათ, ანუ დრონის გამოყენებით და ხო, ანუ ნაჭედი ლულები ვერ ვიხსენებ, შეიძლება რუგერი იყენებს. მაგრამ ამას ხო გეუბნებით, ხა საბოლოო მომხრეების თვალსაზრისით მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მანამ სანამ წარმოებელი იცავს ტექნოლოგიას, ან თქვენ სულ ფეხზე უნდა გეკიდოთ რა ტექნოლოგია არის გამოყენებული ლულის დამზადების. ხოლო ბოროსკოპს რაც შეეხება, ანუ ბოროსკოპის გამოყენების ყველაზე მთავარი და პირველი წესი არის, შენ არ ყიდულობ ბოროსკოპს და არ იყენებ მას. იმიტომ რომ ხო, ნუ იქ შეიძლება ისეთი რაღაცები დაინახო, გული გაგისკდეს, მაგრამ მანამ სანამ ანუ ლულა კარგ ჯგუფებს აკეთებს და იარაღი კარგ ჯგუფებს ისვრის, ლულაზე თქვენ ასე ვთქვათ არ ფიქრობთ. ხო, რაც შეეხება ხა ლულაზე დაყენებულ მოწყობილობებს, რავი, გააჩნია მოდელს, ანუ შეიძლება იყოს ლულა გარედან განთავსებული ხრახნებით, როზე რაღაცა დააყენოთ, შეიძლება არ იყოს, გააჩნია რა მოდელს ყიდულობთ, ხო?
რესივერს რაც შეეხება, უმეტეს შემთხვევაში ბიუჯეტური შაშხანები იქნება გათვლილი ერთ უნივერსალურ რესივერზე, რომელიც იქნება გათვლილი შედარებით ვიწრო ჯგუფზე კალიბრების და ეს კალიბრები იქნება ამერიკული. იმიტომ რომ თანამედროვე ბიუჯეტურ შაშხანას კალიბში 7.57 მაუზერი ალბათობით ვერ ნახავთ. ეგნიშნავს რა ასეც კი ხო გეუბნები თუ თქვენ იდა რაღაც აფრიკული კალიბრი, რაღაც ეგზოტიკური კალიბრი, ბიუჯეტურ შაშხანას მაგ კალიბში თქვენ ვერ იყიდით, იმიტომ აფრიკაში ვწვიდი სანადიროთ იმას ბიუჯეტური შაშხანები, ასე თქვა, არ ჭირდება არაფერში. კალიბრების ჯგუფს რაც შეეხება, საქართველოს შემთხვევაში ეს იქნება 203 რემინგტონი, არც თუ ისე ბევრი შაშხანა, ამაში იქნება შემოტანილი საქართველოში. ყველაზე გავრცელებული იქნება, რა თქმა უნდა, 308 ვინჩესტერი. მერე ალბათ 300 ვინჩესტერ მაგნუმი, იმიტომ რომ იმას ვისაც არ აწყობს 308 და მაგნუმი უნდა ის ყიდულობს 300 ვინჩესტერ მაგნუმს საქართველოს შემთხვევაში და არა რამე სხვა მრავალ მაგნუმს, რომელიც ბუნებაში არსებობს, ასე დალაგ და მოკლედ. თან ბევრად უფრო ხელმისაწვდომი არის ეს ვაზნავი, რა თქვა, სხვა უფრო იშვიათი მაგნუმები და კიდე უფრო ცოტა რაოდენობით შეიძლება იყოს 30.06. საერთოდ 30.06 საქართველოს რატო შემოდის არ ვიცი, მაგრამ მეტყობა რაღაც იქ ჰემინგვეი და რაღაცა არის ჩვენთან კატეგორია ადამიანების, ვინც 30.06 არის დაინტერესებული. მაგრამ ძალიან ცოტა რაოდენობით. ხო, და პრინციპში სულ ეს არის. ალბათ ახლა გამოჩნდება შაშხანები 65-ზე, კრიდმორზე გათვლილი, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული ვაზნა არის, რომელიც დაჩრდილა 308, ასე ვთქვათ, ამერიკაში და ალბათ რავი, გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთანაც ეს ტენდენცია გამოიხატება, თუ მანამდე რა თქმა უნდა არ დაუგარგეთ უფლება იარაღის ფლობის და შესაბამისად უკვე ჩვენც აღარც მოგვიწევს ფიქრი რისი ყიდვა გვინდა. რესივერებზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, რა შეიძლება ითქვას ხო, ყველა არა, მაგრამ თითქმის ყველა ბიუჯეტური შაშხანა იქნება ეს რესივერით ოვალური ჭრილით. განსხვავებით მაგალითად იმისგან, რასაც თქვენ ნახავთ მაუზერის ან მოსინის შემთხვევაში, ან ზოგი სხვა იარაღის შაშხანის შემთხვევაში. ბიუჯეტურებში მოსბერგი, პატრიოტი და MVP იყენებს ჯერ კიდევ ამ გადახსნილ რესივერს, ასე ვთქვათ. რატომ არის ეს გაკეთებული? სიმართლე გითხრათ, არ ვიცით. ესეთი მცირე ჭრილი, ასე ვთქვათ, საექსტრაქციო ბანჯრის პრინციპში უნდა ნიშნავდეს რესივერის მეტსიხისტეს, მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაში წარმოებლებმა უნდა ვივარაუდოთ, რომ შეამცირეს სისქე რესივერის და ეს სიხისტე არის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი სწორედ აი ამ პატარა ამოჭრილი ფანჯრის გამოყენებით. ჩემი ვარაუდია სუფთად, მაშინ რესივერი უნდა ავიღოთ და ვზომოთ მათი სისქე, ასე ვთქვათ, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოდის. როგორც ვკითხეთ, რომ მოსბერგი იყენებს ღია რესივერს, ხო, რატომ არის ესე? ალბათ ისევ და ისევ, რესივერის მასის შემცირება, ეს ერთი და მეორე ტექნოლოგიურობა, ბევრად უფრო ადვილია ამოჭრა, ოვალური ერთი ჭრილი, ერთი ოპერაცია საჭირო პრაქტიკულად, ვიდრე ვთქვათ, რთული ფორმის გახსნილი რესივერი და ამზადო, ამ ოპტიმიზაციის, ასე ვთქვათ, და გაიაფების კიდევ ერთი მაგალითი. საკეთს რაც შეეხება, აბსოლუტურ მეტოს შემთხვევაში ეს იქნება, შიდა ექსტრაქტორიანი, ორბჯენიანი საკეტი, განსხვავება ისეთ ესე რუგერ ამერიკანი, რომელიც იყენებს სამბჯენიან საკეტს. და ყველა ეს შაშხანა, რა თქმა უნდა, როგორც აბსოლუტური უმეტესობა, თანამედროვე შაშხანების ნებისმიერი ფასის კატეგორიაში, ეს იქნება push-feed. Push-feed ნიშნავს რას? რომ მიწოდება ხდება მიწოლით. საკეტი ბანალურად აწვება ვაზნას ოგნიდან, ათავსებს მას, ასე ვთქვათ, სავაზნეში და დახურვის მომენტში აი ეს მასრა ექცევა აი ამ ექსტრაქტორის კბილის ქვეშ. მაშინ, როდესაც ადრინდელ შაშხანებში, მაუზერებში, ასე ვთქვათ, ხო, 98-ში ყველაზე სახელგანთქმული და ცნობილი შაშხანა კონტროლებადი მიწოდებით, მასრა, ვაზნა, ესე იგი, ექცევა ექსტრაქტორის კბილის ქვეშ იმ მომენტში, რა მომენტშიც, ასე ვთქვათ, იწყებს ჭიდის დატოვებას. ეს იყო კარგი და მისაღები ვარიანტი, მაშინ, როდესაც ვაზნები იყო არაკონსისტენტური, დაბრკოლებები იყო ხშირი ამ იარაღთან და ეს კონტროლი, ასე ვთქვათ, აი ამ ვაზნის მიწოდებაზე შენთვის იყო საჭირო. მაგრამ ეხლა, როდესაც ყველაზე ბიუჯეტური ამუნიციაც კი, ძალიან კონსისტენტური არის თავისი, გაბარიტების თვალსაზრისით და ხარისხის თვალსაზრისით, ხო, ამ კონკრეტულ მიწოდებამ დატოვა პრაქტიკულად შაშხანები. და აბსოლუტურ მეტესობა მაშინ ძვირადღირებული შაშხანების, ამ push-feed-ზე არის, ასე ვთქვათ, გათვლილი და ძალიან ცოტა მწარმოებელი, კიმბერი, რუგერის M77 და მისი ვარიანტები, რავი, ევროპაში იუგოსლავიური ზასტავა და აი რაღაც რამდენი მწარმოებელი, მოკლედ ჯერ კიდევ არის დაკავებული ამ შაშხანების წარმოებით, კონტროლებადი მიწოდებით. და განსხვავება ისე და ისე მდგომარეობს იმაში, რომ ეს push-feed-ი უფრო მარტივი არის და მარტივად დასამზადებელი არის, ასე ვთქვათ.
ასე რომ ხო, ფუშვიდი ბიუჯეტურ შაშხანებში არის, რავი, ყველაფერი, მოდი ასე ვთქვა, თავარი მიწოდების სქემა. საკენძის გითხარით უკვე, შიდა ექსტრაქტორი, პლუჟერული ეჟექტორი, ექსტრაქტორი გაჩავს, ეჟექტორი აწვება, ეს არის განსხვავება მათ შორის და ვერ ვიხსენე პრინციპში, ბიუჯეტურ შაშხანას, რომელსაც სხვა მიდგომებს იყენებს, იმიტომ რომ ჩამოყალიბდა რომ ეს მიდგომა მუშაობს, კარგია, მარტივია, იაფია, მოდი გამოვიყენოთ ყველა. ცველებს რაც შეეხება უმეტეს შემთხვევაში, აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში 2 პოზიციანი, აქ 3 პოზიციანი მაუზერზე და ძველი ყაიდის იარაღებზე, ეგეთი რაღაცა არ არის, ისევ და ისევ, გამარტივების თვალსაზრისით. ოპტიკის დაყენების შემთხვევაში პიკატინი აბსოლუტურად უმეტეს შაშხანაზე, თუმცა შეიძლება იყოს რაღაც სხვა ვარიანტები გააჩნია, ესე იგი რა დანიშნულების შაშხანას თქვენ ყიდულობთ. ეხლა უყურებ იარაღს და ვცდილობ გავიხსენო რამე ხომ არ გამომრჩა. პრინციპში არც არაფერი, ეს არის და ეს, ეხლა ვერაფერს სენსაციურს მე თქვენ ვერ გეტყვით, აქ ეს ბიუჯეტური შაშხანები ერთმანეთს ძალიან გვანან შესრულების თვალსაზრისით, ერთმანეთს კი არა, შაშხანა რომელიც ყიდება $3,000 და შაშხანა რომელიც ყიდება $300, ძალიან კონსტრუქციულად და ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით, ძალიან გვანან ერთმანეთს, იკვებებიან, კვების მექანიზმიც გვაქვს, ოპტიკის დაყენების საშუალებაც გვაქვს, კომპრომისი პრინციპში არაფერში არ არის. არის ნიუანსები, მაგალითად იქ საღვედეების თვალსაზრისით, იქ რაღაც სხვა ოფციები დამატებითი, რაც ძვირადღირებული იარაღში ხდება, რა თქმა უნდა, ხა ეს ოფციები განაპირობებენ განსხვავებას იაფასიან და ძვირადღირებულ მანქანას შორის. ხო, ასე რომ და აქაც აბსოლუტურად იგივე არის, ხო, მაგრამ დღესდღეობით მე შემიძლია თამამად თქვა, ხო, გეუბნებით, რომ არანაირი კომპრომისი აქ ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს, კომპრომისზე წასვლა არ გვიწევს, ჩვენ გვაქვს ყველაფერი ბიუჯეტურ შაშხანაში, რაც ჩვენ გვჭირდება. ცოტა უფრო მეტი თუ გინდათ, გადადიხართ სხვა ფასის კატეგორიაში, მაგრამ დაჩაგრული ნამდვილად ასე ვთქვათ, არ იქნებით, ხო? ეს არის და ეს პრინციპში, არისი, თქმაც, მინდოდა მინიმალისტური დიზაინი, გამახსენდა, როგორც ყოველთვის შანსი არ არის ხოლმე ვიდეო გადავიღო და მე არ გამახსენდეს რაღაც დამოვსდა. დაფარვები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რატო არის დაფარვა მნიშვნელოვანი? დაფარვა იცავს რკინის დეტალებს ცვეთისგან, ნესტის ზემოქმედებისგან, ჟანგისგან და ასე შემდეგ, ხო? დაფარვებს რაც შეეხება ბიუჯეტური შაშხანების შემთხვევაში, ბოლო მომენტამდე ყოველთვის იყო, ორი ტიპის დაფარვა, ფოსფატირება, ესე იგი ეს ქიმიური ოქსიდირება, რასაც უბრალოდ ვარანინი ექვია, ქართულად მოსევადება არის და სუსტი წერტილი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით, ბიუჯეტურ შაშხანებს, მაგალითად ეს სუბუქი ჟანგი ძალიან მალე უჩდება, ასე ვთქვათ, ნესტის ზემოქმედების გახვედი წვიმაში ნადირე, მომიტანე ეგრევე არ გაწმინდა იარაღი, ჟანგი გაუჩნდა. საკეთი სახელურები ჟანგება ხოლმე, იმიტომ რომ ოფლიან ხელს სულ კიდევ ხოლმე და ყურადღება ჭირდება ამ დეტალს. ეს იარაღს არ გააფუჭებს, მაქსიმალურად მისი ესთეტიური იერსახე შელახოს, მოდი ასე ვთქვათ. და პრინციპში ეს ყველაფერი კონტროლებადია და გამოსწორებადია, უბრალოდ ზეთიანი ჯვარის გამოყენებით, რა გადაუსვით ეს ზეთიანი ჯვარი, რომ ეს ცხელი ზეთის ფენა დამცავი ზედ იყოს და რა ცოტა ხშირად გაწმინდეთ იარაღი და პრობლემა არ იქნება. და ბოლო დროს მხოლოდ ხო გეუბნებით, გაჩნდა უკვე სერაკოუტი და სერაკოუტი პრინციპში ღებვა და ერთ-ერთი იაფასიანი დაფარვის მეთოდი არის. და სერაკოუტის პლუსები არის ის, რომ ასე ვთქვათ, შეგიძლია ნებისმიერ ფერში შეღებო შაშხანა და წარმოებით ცდილობენ რომ გამოარჩინონ თავის შაშხანები კონკურენტებისგან და სერაკოუტი კარგი ვარიანტი არის, იმიტომ შეგიძლია შეღებო რაღაც ტაქტიკურ თანამედროვე ფერში, ჩუულო ფერში და ასე ვთქვათ, ადამიანს შევა მაღაზიაში და დაინახავს ერთნაირი შაშხანების, ასე ვთქვათ, შტაბელებს და უცბად რაღაც თვალში რაღაც ვერცხლისფერი შაშხანა მოხდება, რაღაც ქვიშისფერი, შეიძლება ის იყიდოს და ეს არის და ეს ასე ვთქვათ ლოგიკა ამ ყველაფერში. მე ვერაფერს ვერ გამოვყოფ, რო თქვა რომ მომხმარებლის თვალსაზრისით რომელიღაცა ერთ შაშხანას აქვს გადამწყვეტი უპირატესობა მეორეზე, ეგეთ რაღაც არ არსებობს, ხო გეუბნებით, იმიტომ რომ ძალიან გვანან ერთმანეთს დანარჩენი გემოვნების ამბავია, როგორ ესევერი გაწყობთ ესეთი პანჯარა, კი ბატონო, გადახსნილი გინდა, რავი, ესეც არის, კვების მექანიზმები, ესეც არის. არც ისე დიდი ხნის წინ, ბიუჯეტური შაშხანა ყოველთვის იყო
შაშხანა, რომელიც იყო გათვლილი ნადირობაზე, იმიტომ რომ ხა ბიუჯეტური შაშხანის მაგალითად მიზანშროლას არავინ არ დაიწყებდა, მაგრამ ეხლა გაჩნდა ეს სურვილი, რომ შეაბიჯო აი ამ ზუსროლაში და გჭირდება რაღაცა ბიუჯეტური და არის ბიუჯეტური შაშხანების სქელკედლიანი ლურით, რომელიც გათვლილი არის მიზანში სასრულად. თუმცა ხო გეუბნები აი კონდახსი უნდა მიაქციოთ ყურადღებით, რა თუ მანდაღანია პლასმასის იაფასიანი კონდახი, ჩათვალეთ, რომ თქვენ ყიდულობთ მარტო რესივერს საკეთს და ლულას. და ეს ან გადასაკეთებელია, ან საყიდელია, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. მაგრამ ხო გეუბნებით, არის ახლა ეს, ასე ვთქვათ, ეს სეგმენტი ბიუჯეტური იარაღის გამოყენების თვალსაზრისით, ხო, საკმაოდ გაიზარდა, იმიტომ რომ, ზოგადად ამერიკაში და ეს ამერიკული პროდუქტია ბიუჯეტური შაშხანა, ძალიან ეს არის, რა ქვია, ძალიან პოპულარულია ნადირობა, სპორტი, სხვადასხვა რაღაცეები და ყველაფერს ამაში ჩვენ გვჭირდება, entry level იარაღი, რომელიც მისცემს ადამიანს საშუალებას ცოტა ფულით ამ სამყაროში შეაბიჯოს და ამ ფუნქციას ეს შაშხანები, ბიუჯეტური შაშხანები ასრულებენ ბრწყინვალედ. ეს ვიძახი ამას, იმიტომ რომ TKT3-იც არის, ბიუჯეტური შაშხანა. უბრალოდ აქ არის თავმოყრილი ისეთი რაღაცეები, რაც აი ამ სხვა კატეგორიაში შაშხანების უბრალოდ არ ხვდება და ამიტომ არა მარტო მე, არამედ სხვაებიც იძახიან, რომ TK აი ამ თვისებების გამო არის, ქმნის თავის კლასს თვითონ ამ ცალკე კლასს წარმოადგენს პრაქტიკულად შაშხანების და ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური შაშხანა არის, თუმცა ფასის ცოტა უფრო Z კატეგორიაში მაგ სეგმენტისთვის. ზოგი საერთოდ უფრო მაღალ საშუალო კატეგორიაში არის, იგივე მაგალითად ჩასის გამოყენება ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა აღარ მინდა პოეზიაში და ლირიკაში გადავიდე. მე მგონი, რავი, მოგიყევით ყველაფერი და არაფერი არ გამორჩა. ასე ვთქვათ, რაცაც შეიძლება ლაპარაკი გამომახვილებ მარტო, აი ეხლა მაგალითად აი რუგერ იგივე ამერიკანის მეორე თაობის გამოჩენით, ჩვენ გვაქვს ტრენდი და ტენდენცია, რომ ეს ბიუჯეტური შაშხანები ესეთი უსახო და ესეთი მარტივი და სპარტანული აღარ არის. წარმოებლები ცდილობენ იმ შენ 300, 400, 500 დოლარში, რასაც თხოვენ ამ შაშხანაში, შემოგთავაზონ გაცილებით უფრო ბევრი რამე. ასე ვთქვათ, რაც აქამდე იყო რაღაცა არ ხვდებოდა საშუალო ფასის კატეგორიის შაშხანებშიც კი, რაც ცალსახად არის კარგი. ასე რომ ხო აი მინდა ეს პოზიტიური მოკლედ ასე ვთქვათ განწყობა შევინარჩუნო, იმიტომ პრინციპში მე ყველა იარაღს, როგორც თქვენ ხვდებით, პოზიტიურ ჭრილში ვუყურებ, მე არის ადამიანი, რომელიც რაღაც ეძებს რომ რაღაცა იპოვოს და მე ამას დაასხას და აი ნახეთ მე რა ჭკვიანი ვარ, რაღაცა ვიპოვე, რაც არ ვარგა და ფუეს ბანძები იდიოტები რა შვებიან და მაგათ მათი ლანძღვით მე გამოვჩდე როგორც რაღაც ზეჭკვიანი გურუ და ასე შემდეგ. არა მე ვცდილობ ყველაფერს პოზიტიურ ჭრილში ვუყურებ, იმიტომ საბოლოოში ესე არის რა, ჩვენ ძალიან ცოტა ფულში გვაქვს შესაძლებლობა და ეს ვიყიდოთ ისეთი რაღაცეები, რაც ცოტა ხნის წინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. ეს არის მოკლედ ისი მოყოლაც მე მინდა და მეორე სერიაში, მესამე სერიაში უკვე მე თქვენ მოგიყვებით ასე ვთქვათ, ექსპლუატაციის თავისებურებებზე, მოგიყვებით პრობლემებზე, რაც ასე ვთქვათ, იყო ამ ტიპის შაშხანებში და შეიძლება შეგხვდეთ ასე ვთქვათ და ყველა იმ წყალქვეშა ქვაზე, რომელიც შეიძლება დაგხვდეთ, როდესაც ამ შაშხანებს ყიდულობთ, იმიტომ რომ ეს წყალქვეშა ქვები არსებობს და მათ შესახებ უკვე აი ამ მესამე ვიდეოში მოგიყვებით და ამით ასე ვთქვათ ამ სერიას ბიუჯეტურ შაშხანებზე დავასრულებთ. ყველაფერი, რასაც მე თქვენ გიყვებით, დაფუძნებულია ჩემ ცოდნაზე, ჩემ გამოცდილებაზე, ჩემ შეხედულებებზე. სხვა ადამიანებს აქვთ სხვა გამოცდილება, სხვა შეხედულებები, ასე რომ ყველაფერი, რასაც მე თქვენ გიყვებით, გამოიყენეთ როგორც საწყისი წერტილი, რომ მე თქვენ თვითონ მე თქვენი კვლევა დააფუძნოთ ამას, ასე ვთქვათ და მიხვიდეთ ასე ვთქვათ დაადგინოთ სიმართლე, თქვენ თვითონ თქვენთვის. აი ამის თქმა მინდოდა. დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, რა გამოიწრეთ არხი და დაელოდეთ მესამე სერიას. მადლობა.